ჩამევედით აგერ ფერმაზე? ალაგეს. მოგესალმებით, გამომწერებო. ჩემო მეგობრებო, ჯენგოს გამომწერებო, ჩემო 500 კაცო და ამის მრავალათასო, ყველას ერთად მოგესალმებით. დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ჩაუჭიქით ისე ამომდეთ. მოი რა ვქნათ ისით? აი ამ ვიდეოთი ალაგის არხი მინიმუმ 2000-ზე ავიყვანოთ რა. 2000 გამომწერზე, რომ მეტი და მეტი კონტენტი დადოს. მონდომებულია, ძალიან მომწონს. და მართლა კაი რაღაცეებს აკეთებს იმისთვის რომ თუნდაც მომავართავობას დაანახოს, თუნდაც იმას დაანახოს რომ ტყუილადგან არიან და ერთ ადგილს იფხანენ, რაღაცა შეიძლება ამ ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება მონდომები შეძლოს. თან სიამოვნება, ანუ მე ახლა მაგალითად აქ ყოფნა სიამოვნებს რა, მაგრამ სიამოვნებს. თან სადღაც გულის სიღრმეში ყველას გვაქვს სურვილი იმისა, რომ ერთ დღესაც ავდგეთ და სადღაც წავიდეთ და აი სადღაც რო წავიდეთ, ის ადგილია ზუსტად სადაც უნდა წავიდეთ და პატარ-პატარა ნაბიჯებით თავარი არის ყოველთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა. მერე გინდა არ გინდა, როგორც ჩვენმა დიდმა მამამილ ბატონმა ილია ჭავჭავაძემ ძანა მოძრაობა და მოძრაობა ჩემოთერგო. ასე რომ გამოვიწეროთ არხი, დაგვიკომენტარეთ, ზარიზღილაკი ეს დავამუღამს, ზარიზღილაკი გააქტიურეთ. და ვიყოთ თვისებით. დანარჩენი ჯაუჯექით, თევზაობის, ჭამის, გართობის და მეგობრობის ვიდეოები გელოდებათ წინ. ჩემს არხზე, ჯენგოს არხზე და ასე შემდეგ. კი ბატონო. იმ მესამე კაცსაც მივმართავთ, ადგილობრივ იუთუბერს, შორი ახლოს რომ ტრიალებს და ჯერ აქამდე ვერ მოვიტყუეთ. გელოდებით. ჯამაფერი მანქანა ვერ ვაღიდია, მაგას აქამდე რომ მევიდე. ჯერ თევზი გვინდა ცეცხლისა, მაგრამ ცეცხლისა ისე კარტოშკას შევყრიდით, მაგრამ ფოლგის წამოღება გეოლებს კლერო. ეჩქარება და განათება აქვს. არა, მაგდეხას ხომ არა ეუსე დაღამებულია. კი. ხო, არა. ჩვენ ახლა თავარია დევისვენოთ. რო გავატაროთ, თევზი დევიჭიროთ, ვიღადაოთ, ვიკაიფოთ. გადაობა და თევზჭერა გარანტირებული გვაქვს. ეხლა მიმდინარეობს ზბორკაი, კამერა არასწორად მიდგია ხომზე იქეთა და არასწორი რაკურსი მაქვს, მაგრამ შტატივი დამჩა. და რას? აუ, გადაო, პლეჭკა ჩართული. პლეჭკას დევი კიდევ დეგენერატი ვარ, მაგრამ მაგალი რაცა დამცინე რა. სულ მავიწყდება ბიჭო. წეგან ტყულა მოუშვირე იმას რა ქვია. პლეჭკაში ილაპარაკე მეთქი. ხალხო, ალაგეს არ ქვია ხა, ალაგეს არ დუწეროთ. კორნელი ქვია. ხო და ვარშავა მაგრა გუსწორდება რა. 2000 გამომწერი, რაღაც ვიდეოს რო დადოს, რაღაცა ნახვები ექნება და უფრო კაი რაღაცეებს შემოგთავაზებთ. რასაყვარელი გოჭები ყო, ხორებია უკვე. ისე კონდნენ ხორებს უკვე, ხო? კი ალბათობით კი. სიძე მყავს სტუმრად ორი დღეა და ისე რა ვერ ნათქვამია, ხო? სიძე ბინზური ნაშესავიაო და სიძე დამეტარი ბინზური გამოდგა, იმიტომ რომ სიურის რომ მე თავიდანება რო უყურებ ახლა მეორესაც უტრიალებს. ხო და ისე არ გამოდგეს რომ ორივე შვილის мама, ორივე გორების შვილების მამა. რა სიძახი ბიჭო. რა მე უხერხულება იცი მეზობლისაა და მეზობელო, ხო იცი? მეზობლის ღინტურა დღეში ყოფილას მე ვფიქრობ რამეს დევიჭერთ. თან ქორჩილა ხოძიაო რა. რა არ ვიცი ხა ვინცად თევზაობ და რით თევზაობ? მე ხა ბლესნაც მაქვს იდეაში. ანუ ტიგენიც მაქვს, რა ქვია, ბლესნებიც მაქვს, სილიკონიც მაქვს. გავტესტავ ერთსაც და მეორესაც წესით. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს რა, ზუის შეცვლა დამავიწყდა ამ სიხარულოვიჩზე რა. ხო და ზუის შეცვლა რო დამავიწყდა, რა მაიკაი ამბავი. და კიდე კატუშკაც მიტრაკებს. მაგიცა რა კაი ამბავი. ზუა და სამატებელი ძალიან მოკლე ბასეინზე მეყოფობ. საიყურებ კამერა. გული ხო არ გერევა ზმა შენ. რაებს აკეთებ? ძმიუს, რა დღეში ხარ ბიჭო? მოდი ეს თადექი შენ უფრო გადაიღებს. კაი ფერებს დეიჭერ. так, ეხა ეს უნდა დავაგოთ. ეს ძალიან მომწონს ეს ჯოხი რა. მაგრამ დიდ თევზზე არაა გათვლილი და აი დიდი თევზის სპინინგი მესაჯიროება და კომენტარებში მირჩიეთ რა. რომელი ჯობია? ბიჭო, არ გეგონოთ ეხა რომ ვერ ვიკითხავ სხვაგან რომელი ჯობია, რა ჯობია. ეს იმიტომ გეკითხებით, რომე თქვენ როა კომენტარებთ და ალაიქებთ. რეკომენდაციებში ხტება მაგ დროს ვიდეო რა. ეგაა რა, ინტერესი მეტი კი არა. ბევრი კომენტარი, აი მედია ზვიგენი არ მოახა და არ გამიწყვიტავს ამას. ჰელოუინებიო რო ეძახიან, ხო იცი? ესე უღონთ უფრო დიდები ყვითლები.
საჭმელად არ მგონია რომ გამოდგებოდა. ბიჭო, რაღაცა ტიპს უყურე. TikTok-მა მომიგდო, მარტო ის წერეთიც მწვადი ვარ გაშით, რაცა კეკალი რა. ანუ ხაპერას ღორებს აჭმევენ, ისე უგემურიაო ძაანო, მაგრამ კეკალს იყენებენ და ქართველი სამყურას ისა მოგიგდო? ბიჭო, ვიღაც ქართველია. ქართველი ნიკოლოზ ჩვენ ზოდამეგოვარი სამყურო კახეთიდან. ხო, და ბევრს, ძალიან ბევრს ვამუშავებთ. გოგლის თესს ყიდის და მაგით. ხო, ძალიან ბევრს ვამუშავებთ. ისე ბლესნაზე ვინც ითევზავა? რა ფერზე ითევზავა ხო არ იცი? ჩვენთან არავის არ უთევზავია. ახალ ბლესნაზე არავის არ უთევზავია? მაშინ მოდი გუუშვათ ლურჯი. მაშინ გუუშვათ ესეთი ვცადოთ. აუ GoPro 9 მინდა, ელემენტი მინდა, მეორე GoPro 9 უნდა ვიყიდო და ელემენტები უნდა ვიყიდო. და ცალკე ელემენტის დამტენი რომ ბევრი ელემენტი დატენოს რა და ეგ აუცილებლად მოსახოდი მაქვს. დავაი, let's go პირველი ბრასოკი. აუ რა გამჭირვალეა წყალი ღადაო. მე პირველ რიგში წერზე ხوار მოვსინჯო. აუ რა კაი წყალი აქვს ბიჭო. აქ რთული იქნება ამ ბლესნაზე თევზაობა. ძალიან წრიალა წყალიას. ნახო და არა ბლესნას კარგად ეინახავს, კაია, მაგრამ ძუა მაქვს მოკლე. არ პროსტა ახლოს თევზი ხედავს, რა და სროლის მომენტში გეიქცეო. ალბათ. აი ესა მაქსიმალური, არა? აი GoPro იმისთვის მინდა რომ ეხა პასტაენად რო არ იყოს კამერა ჩართული და GoPro-ზე ჩართავ ეგრევე დაჭერის მომენტში მიაჭერ ხელს და ეგ იქნება. აი ეს ძალიან კაი ადგილია რა. დაგინახია დიდი ქორჩილა? რამხელა დაახლოებით. 9 კილო? მეტი. ოკეი. მაშინ ჭიაზე თევზავ წითელზე, ხო? ხო. წითელი ჭია. მოდი ახლა ჩვენ ცადოთ ერთ წამს იმენამ ქლაშუკის ამბავი ჩავაგდოთ რა. კორელის ყავს აქ დაქალი, გველი. მე უბედურად მეშინია გველის. ლაპარაკება. კიდე ყავს ცხარბუნია. ვიდეოებში ნახავთ რა. იმერ დაქალი ყავს გველს ებაზრება აქ მოდის გველი. ბაზრობს იმენა. დავაი ვცადოთ აბა ეს ცოტა მძიმეა და ეს კაი ყანყალაა ძალიან. ბიჭო რაღაც ჭირს ამ შობერძას. მე მგონი დაჭერა უნდა და. არა და კაი კარგად ყანყალობს ეს ძალიან და ძალიან თეთრიცაა და წესით ამას დიდი ქორჩილაც უნდა კიდევდეს. ანუ იდეაში პატარაც სტაკულობს ზოგადად. დიდ ყანყალას რა იმას რა ქვია ქორჩილას მაგის პრობლემა რა, ტაკულობს ხოლმე უპრობლემოთ რა, ნახოთ აბა. მე წითელ სილიკონს ვცთი, მაგ მე მგონი წითელი. რახან ჭიაზე თევზაობენ შეიძლება მაგან ქნას. წესით ახლა მე ვიარო უნდა აი ბასეინი, მაგრამ მე ხო ზარმაცი ვარ. ერთ ადგილზე მიყვარს ჭერა. რატომღაც მგონია იქ რო უნდა იყოს თევზი რა. აი სადაც სროილობ ძირითადად. აი ეს გასაგებია. ეს ვერ ლავეს დღეს. ეს ზორანდენია ეს რო დავა. აი კიდე გვაქვს რაღაცები. მოდი ეხა მე რას ვცით? პოპერს ვცთი. პოპერ. თუხმაურიანი რო არის ის ვცად. აი ამას ვცთი ალბათ. ნეთ. კიდე რა მაქვს შეხედე. ამაზე ჩემ არ მაქვს დანაჭერი. აუ მე მგონი ამაზე ვერ ვწდევიჭერ თევს ვერას დროს. ამას უყურეთ. ამას მოშნის სპინინგი უნდა. გვაქვს ესეთიც. ყანყალ ამაზეც ვცთი მწვანეა მაინც. იყოს. ცოდოთ. კაროჩე აქ ესეთი გაკეთებული და ჭირდება ფიცრები რა. უნდა გააკეთოს ფიცრებზე ეს. ფიცრებს დააგებ და მე უკვე აქ დადგები და ისე ითევზავებ რა და ამ ფიცრებსო ჭირდება ფულიო. ნუ სხვა გეგმები აქვს რა, აშკარად სხვა რაღაცებზე უფრო მეტად ჭირდება თანხები და
მორა ვქნათ იცით? ამ დღეებში დაურეკავ, ვეთყვი რომ თუხცალია მანქანა. შენი პიკაპი მჭირდება, ესეთი პიკაპი ყავს რა. შენი პიკაპი მჭირდება მეთქი. ხო და მასალა მაგ წამოსაღები ფოთიდან წამხევი მეთქი და წევიდე და ის ვიყიდოთ. რაც ჭირდება და წამოვიღოთ. რა სიტყვით კაი აზრი იქნება, მე მგონი გაუსწორდება ძალიან. всё, ჩაფიქრებულია. ამ პიკაპზე მე მოვждები სიმონს არულომ. არ ყავს სანაგვანის დოჯის პიკაპია. ძალიან მაგარი როჟა არის რა. ეს რო იყიდა მეთქი სააღოლ, აი მენა. მაგრამ ევასება სულ მინდოდა მსგავსი პიკაპის ყოლა, მაგრამ ბიჭო, აი საოჯახო თემა არა და მე უფრო საოჯახო მანქანა რა. ხა მე არ მჭირდება დიდად პიკაპი და ამას ჭირდება ხოლმე. კაი, ამან არ იმუშავა, всё, გადავწყვეტად ეგრე ვქნათ რა. ჩუმად წევიყვანოთ და ვაყიდინოთ ფიცრები. რომ მე მარტივად დავდგეთ და ვითებზაოთ. ჩემ თავზე ვზრუნავ იდეაში მაინც. ესეთი სურვილი გამიჩნდა. აგერ ბალახი დევიჭირე ძმა. არა ცხა ტრაკებს და ახლა ახალი ახლა ვოპლერზე უნდა ვცადოთ. წეგან ვოპლერი იყო, ახლა ვოპლერი და მე დოპლერი და მე ბოლოს თევზი გეტყვის დამალებით აქ მithმოვალი. ხა მე ბოლოს ჩვენი წინაპრები რომ დინამიტებს სროილობდნენ ჯეჯგო დინამიტი დამალებით. სონიკი და ხალხო ეს არ გაგიგონიათ. უისე რა უბედური ყაზირლები ვიყავით ბიჭო, არა? რავშობოთ, ბოლტებში სპიჩქის ღერებს ყრიდი? აბა რა ბიჭო, თალ ბიჭო რამხე. ყველა სკოლის ჭერი რომ გამოშავებული იყო. ხა, მამაჩემ ხო იმაში მუშაობდა რა ქვია ვულკანიზაციაში, პროფილაქტიკაში. და ტიბol, ორი კოლოფის სპიჩკა მიდიოდა ბიჭოში. თან ძველი ზებრაზე ისინი რომ იმენა ასე უჭერდი და ასე უშველებელი პარკი ქონდა ზედა როა ვაგდებდი გავბოდით ყველა იცი რა ხმა ქონდა სურიკ და ბრონზეს თუ დაამატებდი სურიკი და ბრონზე ეს სიკვდილი იყო და ნამეტარი გაჭირვების ის ხო იცი რომელი იყო კირს და იმას რა ქვია კირს და შაბიამას ბოთი ჩაღრი და დავიჭერთავ ნამეტარი გაჭირვების ის იყო რა აი ესეთი ბაყაყურებიც ყავს ჩვენ ოღონდ ამ ბაყაყურებს ცუდა იმენა თუ არ გადაყლაპა ვერ გამოდობს რა. ესეთი მანგუსტებიც ყავს. ამაზე კაი ხანი არ მithევზავია ისე და ხო არ ვცადო რამოდენიმეჯერ. ეს ძალიან მომწონს ეს ბლესნა. ესეთი სილამაზია. ესეთი პატარა ბოპლერები გვაქვს კიდე. ეს გადამბულია პროსტო. და ეს კვანჯერ. ესეთი პატარა თესლობები გვაქვს კიდე. მაგრამ ამას ძალიან ჩატეძუა უნდა. ესეთი რაღაცა მაგდა. ამას ვერაფერი ვერ გუგებ მის დღემში. რა უნდა ქნას ამან? ხუიო მამოზა, ზღვისაა სავარაუდოდ. მაგრამ გამევიწერე, რავი. ოჯახი ხრამია და იყოს რა. так, ჩვენ ახლა უნდა ავაწყოთ ყველა პონჩი ამას მერე ვცთი. მე მინდა ავაწყო ეს. ამას ავაწყო. მაგრამ რატომღაც ვერ ხედავ ნემსკავს. ნემსკავიც ვიპოვეთ. ერთი ცალი რატოა? так, ესე იგი, ესე იქნება. ეს ჩვენ უნდა ამავაცვათ ასე. აქ ამოვცვათ. მერე ესте გუყაროთ. მერე ცოტა გავწიოთ და მერე კიდე შმუთოთ რა სიგზე. აუ, ეს არ ვარ გასცი. ძალიან ახლოში უნდა ვშმუთოთ ესე იგი. ძალიან ახლოში უნდა ვშმუთოთ ესე იგი, რომ ეს დაიჭიროს. ნახოთ ახლა სილიკონი. მეორე სილიკონსაც გავამზადებ. მწვანესაც გავამზადებ. წითელსაც გავამზადებ. ყველა სილიკონს ვცთი რა. ესეთი ნაცრისფერებიც გვაქვს. ჩამორს ვცთი კიდე რა. ნახოთ ახლა სილიკონი მიდის ხოჩში. ნახოთ ამანას თუ არ ქნას, მართლა ტროტილი უნდა მეიტანო რა. ეგ არის და გორის ციხე. მოდი გოგონი. კორნელი ბადე გაქვს? სეტყარითაც ამევიღებთ. უშველებელი ქორჩილა იმყავს აგერ. ხო, ძალიან დიდია. ან ხელით უნდა ჩასტო და ლაყაპუჩში მოკიდო ხელი, თორე შანსი არა აიძუა ვერ გუძლებს ამას. ბიჭო არ გადაო. შენ რა მხელა? ესე იგი ხორჯო მიმუშავა.
რა გაილოჟა შეხედე. ახლა ლაყავუჩი უნდა მოგიდო ხელი ან ვინკო ვერ დეიჭერს თებზისო ბიჭო. ხო იმდენი რაც ხარ მართლა რო არ მასული ხო მიტყო თევზია რა ხანევე. დაგვარჩინა შიმში. უნერვიულობ всё ეგ არის. ეს შენი პირველი ნადავლის მობილო. ახლა თავარია რომ არ გამედოს ამ სეტკაზე. ბენ ბიჭო. მეგა კორჩილიუს. შეხედე რა კაი ზომაა ბიჭო. თევზაობა ფასიანია აქ. შემოსლა 10 ლარი, კილო 10 ლარი. დეიჭერ ეიწონება კილოზე 10 ლარს იხდი. რას ფიქრობდი, იცი? გამომწერები ხო არ დაუპატიჟე. ო, კაიდია. 1000-ზე სათევზაო დაგ და პატარა ის ხო არ მოვაწყოთ რა ხო. კი, კაი თემაა და ზამთრის თევზაობა ასწორებს. აი რა შევინახოთ ახლა. მოგცემ. ციგციგა უნდა მეჩვენებია, მაგრამ კორჩილა დევიჭირე, მაგრამ ციგციგა უნდა გაჩვენოთ რა, უეჭველი უნდა გაჩვენოთ ციგციგა. ციგციგას გარეშე ვერ დაგტოვებ, თქვენ წამოდით ციგციგა ვნახოთ და მერე გავაგზავნებ თევზაობას. მშვენიერი კორჩილიუსი ამოათრიეთ. იებოი. ჩათებში ჩავაგდე ბიჭებთან. ნინოშვილის მონადირეები ესე ქვია, იმას რა ქვია. Facebook-ზე ჯგუფს იმ ბიჭებთან რამდენი ხანია მეუნებიან და ვერ მოუყარეთ თავი რომ ერთად წევიდეთ სადმე დღეს არის 13 რიცხვი 15 ნოემბერს მგელზე მიდიან ჩოხატაურში სანადირო ძალიან ბევრი იკრიბება ვისაც სურვილი აქვენ მიდიან ნუ ამ ვიდეოს გვიან ნახავთ თქვენ წესით და ციგციგას ვერ ვხედავ მე კაროჩი კორნელის გველი მოშინაურებული ყავს ზღარბი მოშინაურებული ყავს სახა აგე ციგციგა ვეცად მოუზომო ხედავთ შირა კაცია ციგციგ ვარ შეგეშინდეს რა ციგციგ შეძველ რა ერთს აყოფილა კამერაში უფრო დიდი ჩანდა ეხა უკვე ინტერესი მაქვს ბევრი თებზის დაჭერის აქ კიდე ესეთი ადგილი გვაქვს რა ალაგეს აქ აი აქ შემოდგები აქედანაც ითევზავები იქეთაც იქეთ მხარესაც, აქეთ მხარესაც. ძალიან მაგარი ადგილია რა. მე პატარა კოტეჯში მილიონერი რო გავხდები, ვთხოვ ალაგეს და ერთსა პატარა კოტეჯში ჩემთვის ჩავდგამ რა. იქეთ მხარეს ზემოთ და იქნება კაი. ჩვენი ძმა შრომობს ეგერ ქვეყნის ხაპერები მოაქვს. კამერა მე დამზდებს. ციგციგასთან ვიყავით. ხო. აბდალი ისინი რო გამოდიან, ხო გურულად აბდალი. აი ექსპერტები რო აწერიათ ხოლმე რაღაცებს და სულ აზრებს და ია ბლოკ და რაღაცებს რო ეძახიან ერთი ეგეთი სიბზნე გინდა უცებ 64-ში ხო ჩვენ გვესმოდა ყველა ცხოველების ადამიანების და იმის უბრალოდ მოსმენა ჭირდებათ ეხლა უნდა ჩაუჯდე და მოусმენ და კითხო რა აწუხებს ზღარბებს იქნება ვერ ვისმენთ ხო ეგა დავაი მე მეორეს დევიჭერ ახლა ძმა რამხელა ქორჩილა დევიჭირე პირველად დევიჭირე ცხოვრებაში ძმა ადგილი მინკლოვილი მაქვს თებზის. იქინე უნდა ჩააგდო. აი, ნუ გეშინია კორჩილიუსი. ჩვენს გვეშინია. შენ ახლა ვერ აცდები შეჭვას ვიზია. კიდე ბუშ. რა, მომელანდა? თუ გეიქეცი. თუ ბალახი იყო. ბალახი. საცხა ბალახს მივაგენთ, აი გავასწორო უნდა, თორე თევზის გარდა ყველაფერს გავს უკვე. თევზს უნდა ხიშნი, თევზს უნდა ჩვენა, უნდა ათამაშო ესე რა, ნუ ზოგადად ამას აქ ეგ ის რა ქვია, სილიკონს სჭირდება ეგრე რა, იმიტომ რომ ისე ძალიან არ ხტუნავს თავისით რა. ხო ეგ ძელი ძუა რო იყოს აი ქვის როდი. ძალიან შორს და დიდი ხანი წამევიღებდი და აი ეს პროცესი არ მომწონს რა. თან აქ ეხა ის იმათ რო გავაკეთებთ, ფიცრებს რო გავაკეთებინებთ, ანუ რო ჩამოვიტანთ და გააკეთებს მე უფრო მარტივი სათევზაო იქნება ჩემი აზრით რა და აი მე უკვე იმედი მაქვს შუკასაც დევიჭერთ რა. ბიჭო, მაგრამ რა მაინტერესებს იცით ქორჩილა ზოგადად პიზდეცად ქაჩავს ხოლმე აი ძალიან უყვარს ქორჩილას წიწვაი რა ხო და ეს ძალიან მარტივად მოვიდა ნაპირამდე ძალიან აი თითქოს და ძალიან ნაშრომი იყო და საცხა ნამუშევარი ქონდა რა აი მე კამერას გავთიშობ თუ დევიჭირე კიდე გაჩვენებთ იმიტომ რომ ელემენტის ამბავში ვარ ცოტა გაჩხერილი რა და ჯერ დამატებითი ელემენტი მუშაობს მაიცად მაგასაც გავტესტავ მოკლედ თუ დევიჭირე გაჩვენებთ რა ეხლა უკვე ესეთი მზის ჩასვლა გვაქვს ანკესი გვიგდია
წყალში ცეცხლი დავანთეთ. ხო და ის თევზი რაც დავიჭირე, ის უნდა გავატყავოთ და შევწყვეთ. მაგ ვიდეოს ნახავთ უკვე ალაგის ფარმის არხზე, რომელიც აღწერაშია, იქ ნახავთ და ჩემთან ნახავთ უბრალოდ რასაც დავაგემოვნებ. ხო, და კიდე ის უნდა გავასინჯო. როგორ შევაზავე ხამსია მაგ ვიდეო უკვე ნანახი გექნებათ. ხო და მაგ ხამსიას გვეტყვის როგორი გამოვიდა ბატონი კორნელი. და მე შემდეგ ვიდეოში ხილავთ თუ გადავრჩით და როგორ გადავრჩით. თუ გადავრჩით და შემწვარი თევზის და ხამსის ჭამის შემდეგ აი მაგ ვიდეოს არა თევზმა მოწამლო არ იცის სხვათა შორის. ეხლა ეკითხა ესეთი რაღაცა. რომ აი მის ჩასვლა თევზი გვაქვს ცეცხლი დავანთეთ და რა გვაკლი. არც არაფერი ყველანი კარგად ზარდება. ხო, რა გვაკლია და აფერი. არც არაფერი. კი გვაკლია ერთი სამი ჭიქა კაიღვინო. მარა მანქანებით ვარ და ჩვენ არ სვამთ ზარულო. საკმაოდ რამდენი კილომეტრი აქედან იქამდე? სახლამდე? ხო. შენ სახლამდე 5, ჩემამდე 4. შენ ხო რა. რაბოლება ცეგე დიდი არა? ხო. ვაიმახალ ხო. ხო არც ისე ბევრია, მაგრამ არა. მე დასალებზე მე მოგიყვებით რაღაცეებს. ვიდეოს გადავიღებ, ხო და მოგიყვებით მოკლედ რაღაცეებს. ამ კამერას ვერ გუგ, ხან დამზდევ, ხან არ დამზდევ, რა გინდა ბიჭო? აუ რა ლამაზიცაა, პროსტა. რა კაია 4 გაჯო. ესეთი კოცონი გვაქვს აქანე. ბაცი გეგვექცა ცეცხლი გვერდებზე. აუ ისე ხო? ის წამეიღე, რა ქვია, ჭადი რაზეც უნდა დავაკრათ? ხო. მე ფქვილი ხომ მევიტანე. всё და იგი გვინდა ახლა რა ქვია ჭურჭელი და ჭადს ჩავზილავ მე ხო გოგონებო და ბიჭუნებო სანამ მანამ კორნელი გაგვიკეთებს თევზუნიას ხო მე გავაკეთებ ჭადუნიას აი ესე ცოტა მწვანელი ხوار უქნა რაღაცეები შიგნით რომ არომატი რომ მივცეთ ჭადს ნახე რა ხოროშიანი იგი მაქვს მარილი ეკაია სამთარში კაია მა ტყის ნიორს არაფერი არ ჯობია ესე ბატონო იზილება მჭადი ძალიანაც არ უნდა დაგვისველდეს ეს მჭადუკელა მაგრამ წყალიც არ უნდა დავაკლოთ ხო კი ბატონი მე ერთ რაცხას ვფიქრობ და არ ვიცი უქნა თუ არა რაღაცა სეზონადო მასა პასტა წერია საცხა არა ჩემმა მამიდაიშვილიშვილმა მომცა ესპანეთიდან ჩამოტანილია არ ვიცი რა მაგრამ უხლათ რა მე მიყვარს ზოგადად ესე რაღაცების გატესტვა შეიძლება არ ივარგებს გემოს მაგრამ არ შეიჭამოს ეგეთი ვერ იქნება შენ ფიქრობ დაწვავს არა მე მაგას უგორ ამოვიღებ ლაპათკაით დავყრი თქვენ განახოთ ახლა როგორ მოვკეცეთ კეცი აი ესე არის ჩვენი კეცის ამბავი ქვეშ ნაკვერჩხალი ზევიდან ჟეშტიანჩიკი და მერე კიდე ნაკვერჩხალი აქანე კარტოშკა ნახეთ გაღუღული ამას გაჭრი გამოჭრის და შიგნით მშვენიერი გული ექნება აქ მზადდება თევზის შესაწვავი ადგილი სუგა გველოდება ყველაფერი რიგზია აი რომელზე ინთება კარგად რა გამდება მაშინ ინთება ამას შეხედეთ რა ჭადი გამოაცხეთ ბიჭო ამას ვინცხა მოდის წაღარ მანქანა კიდე ვინახე ის ამას შეხედეთ ხალხო ამას შეხედეთ ბიჭო ამას შეხედეთ რა იდეალური ჭადია ნახა ჩვენ აქ ამას მოგაშო ცხელია ჯო არ ვიცი ძმა მეც არ ვიცი მე თვითონაც არ ვიცი ჭადი მინდა გამევიღო მაგრამ დედორად ყვარყვალა მენა ჩემი მე რომ მას მეძერით გავარდავიღებ სუნი გარი ჭადი გამოაწყვეტი მენაც ვაო ბიჭო ან წესით კეცებით უნდა იყოს აშენებული რაფერ გამევიღოთ ზეთი უნდოდა ნეტა მაგრამ არა მგონია კეც აბა შეიძლება ალბათ შეიძლება გურისფილი ხო რაღაცა უნდოდა იმიტომ რომ არა მოდის ცოცხალი თავით. აი, ისევლე
მატრიალებს გავაკეთოთ და ვცადოთ ობა სხვა. მე ქვემოდანაც კაი შემწვარია და ხო მარტო ზემოდან არ გამოიყურება იდეალურად. შემდეგში ვისწავლეთ რატომ არ უნდა ჩაიკრას. ჭადა. Two hours later. და ქვევიდანაც რა შემწვარია ნახე ბიჭო. უფრო თხელი უნდა მექნა. მაგრამ პირველი სკოლაზე ბიჭო. ხო მოლოდინს გადააჯარბა. კი, ცვეჩი, არ მეგონა ბიჭო, ასე მალე თუ ბიჭო კეცია ზოგადად, ანუ სიმხურვალე უჭიროს, მაგრამ ვინც იცით, რატო მიიკრა? გაგვიწერეთ კომენტარებში. ხო, გვასწავლეთ. კითხეთ ბებიებს, ბაბუებს, მე არ მყავს. ბებიებს, ბაბუებს რო ყოლოდა ვკითხავთ. აუ გვენდეთ რა. აუ ჭადს რა სუნია. ძალიან. უიმე. შელა ვაგაგიშულს. აი შუა ადგილს აქ ცოტა ნაკლი რა. შუაძს, მაგრამ გემრიელია ძალიან, მარილი უნდა ცოტა. ნუ, კაროჩე რა. საველო პირობებში უიარდულესი. გადასარავი ჭადი გამოგვივიდა. კი ბატონო. ახლა ეს როგორ ტყდება მე. იდეალო. თავისი ნახშირით ჭამეთ ხალხო, ნახშირით. კი. ერთი ცნობილი ანეკდოტი გამახსენდა, რომელიც სრულიად საპირისპირო რაღაცაზეა, მაგრამ მე რატომღაც ეხლა გამახსენდა, გურული რო კახეთში გასვენებაში მოხვდა და აიო საუნდაქტებოდეს ხალხიო. ხო იცი, იმდენი საჭმელი არის საუნდაქტებოდეს ხალხი. ხო, თან ხორცი. ხო, მაგრამ დანაჯე მეიღეს მაი უკვე. აიო, მე მას გულისხმობ, რომ ჩემთვის ახლა ამ სიტუაციაში სიკვდილიც მოსულა. აი ასტე. შეხედე ძმა. ამის აი გაჩევარ უნდა? გავარჩევია. აი ის არა აქ. რა სიძახი. მილებს არჭობ, მოკაჭობ და всё, მოდის მასტერ სპორტა ყოფილა და მე რა ვიცოდი ახლა. ცხოვრებაში ძვირფასო ტელემაყურებელო რა იმასავით გამოვაცხადე რა ტელემაყურებელ. ცხოვრებაში ანუ არასდროს მქონია ის მომენტი რომ მე მეჯამოს და სხვაზე ყურებინოს და უღერღულად გზნო. შეხდა სუნელები ჭაჭი. რაფერი სხვანაირი გიმისცა რა ქვია. არომატი. ჭაჭადი რომ მოხსე შეჭამ. სახეს მე ხალხო, ჩვენ გვაპატიეთ რა დედას ფიცა ვარ. ამცალია სასაუბროთ პოდის გიხდით მაყურებელო. კაც მთელი დღე არ უჭამია. მე ერთი 8 ჯერ ვჭამე დღეს. მთელი დღეა დღეს ვიდეოს ვიღებ, ყველამ კარგად იცის, ორი ჭიქა ყავის მეტი რომ პერში არაფერი ჩამეშვია, მაგრამ სულ რომ ნაჭამი ვიყო, იმნაირი გემრიელი ახლა აი ჭადი და იგი ხამსა. ამას არ მე მაპატიეთ, ჩემი პირველი მუკბანგი, ქვიოდა იმას, არაბულ შოკოლადზე კი არა. იმაზე არა, მთელი საქართველოს რო ჭამდა. დუბაი? ხო, დუბაი შოკოლადზე ვერა, მაგრამ კეცის ჭადი და ხამსა და შუა ცეცხლის ქუხუნაზე, ცეცხლზე შემწვარი კარტოფილი, რომელიც აი ამ ხმებს გამოსცემს და მჟავე. არის ის, სადაც მინდა რომ ვიყო. ჩვენ იმნაირი რაღაცები გავთავალეთ დღეს და გავაკეთეთ. თევზის მარილიანობას ვინ უყურებს? თუ ჩემი ძმა ხარ. ისე იგი ჩემო ძვირფასო მაყურებელი. ჩემი დღევანდელი დღის ვიდეო გასაზრდელი მიზეზებიდან გამომდინარე დასრულდება, რადგანაც ტელეფონი დღეს ორჯერ დავტენე და ეხლა 6%-ზე. მაგასაც რო თავი დავანებოთ, რაღაცნაირად მეუხერხულება, მე რო ვჭამდა, თქვენ მიყურებთ. შეიძლება თქვენც ეხლა ზიხართ და ჭამის დროს უყურებთ ამ ვიდეოს. თუმცა ძირითადად ეგრეა. ძირითადად ეგრეა და მეც ეგრევ შვები ხოლმე. ანუ გრძელი ვიდეოები სადაც მოხდება, ჭამის დროს უყურებ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო მეუხერხულება იმის, რომ სრულიად უბრალო რაღაცაში შექმნის სრულიად გენიალურ რაღაცებს ვჭამ და თქვენ ამ ყველაფერს თქვენ ამ ყველაფერს უყურებთ. ხო და რომ გავაგრძელოთ აზრი, რასაც ვსაუბრობდით. როდესაც ადამიანი რაღაცნაირად ხარი ადამიანთან ურთიერთობა, გინდა რომ მასთან ერთად თუ მოგეცემა საშუალება იმის რო გადრო გაატარო, რატომაც არა. მით უმეტეს რაღაცა წყნარ გარემოში ხა ჩვენ რო ვიყოთ ისეთი ადამიანები, ვინც რაღაცა ოთახში ზიან და იქედან კონტენტს ქმნიან. არ ვიცი, მეგობრებო, მე მთელი სული და გულით გელოდებით და აუცილებლად გავაფიქრებიეთ რა, გამიხარდება. გავაკეთოთ, გავქნათ.
შენ რამდენი 1000 გამომწერი ყავს ახლა? 2000 კაცი მინდა 60000 იქნება. მაგრამ ეგ არ არხი მყარია უკვე იქ. იქ რამდენი გაუქმებული აკაუნტია, ღმერთმა ის ნეტა იქ კონდეს ფუნქცია, ვინც არ გიყურებს, ისინი ყველა წაშალო რა. ანუ ვინც არა აქტიური მაგ 60000-დან, ვინც აღარ შესულა თქვა აკაუნტზე წელიწადი. გასაგებია. მაგერის წაშლა შემეძლოს. იმიტომ რომ არაფერს უმცემი სტატისტიკა და მაგერია ხო. სიამოვნებით წავშლიდი რა. ძალიან დიდი გეგმები აქვს. ხო, არა, ჩემთან დაკავშირებით. აქ ძალიან დიდი გეგმები აქვს და ნელ-ნელა ჩემთანაც გაიგებთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს აქაურობა და მე აქ ვისვენებ, მართლა ვისვენებ რა, ეგერ ანგეზი გადავაგდე, ეგერ ციკციკას ვებაზრე. იმას რა ქვია? რა, ციურის თუ პაწეს? არა, ციურის არ პაწე. იარ, ანუ გველს. გველს კა. კა? ხო, იმიტომ რომ აუგლის გველს კაები. კას ოჯახი ყავს და ოჯახთა კა. მეუღლე და 4 შვილი ყავს თუ 3 მასენა ჯავხდა. არ გადა. ხო და კარგად ზანდებოდეთ, მაგრად იყავით, ჯიგრები ხართ, კაები ხართ, მადლობა რომ გვიყურეთ აქამდე რო ხართ, ამ ბოლო წამამდე რო ხართ, გენაცვალეთ თქვენ. კამერა უნდა გავთიშოთ ელემენტი. თქვენი ბოლო წამამდე ვინც უყურა, თქვენი ძილი ჭადი გადადებულია.